დავითაშვილის ემოციები გოლის შემდეგ. ისტორიული ფაქტი ლიგა 1-ში. რას ამბობს ლივერპულის მთავარი მწვრთნელი მამარდაშვილზე და გიზი მამაგეიშვილის კომენტარი კარგი თამაშის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ბოლო თამაშით და ესპანეთით, სადაც გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა სერამიკაზე ვალენსიას უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ამ შეხვედრაში აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, ამჯერად საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მაგრამ შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი ბოლოს 3 შეხვედრაში მოედანს გოლის გარეშე ატოვებდა. ვილიარეალი კი ამ გამარჯვების შემდეგ 51 ქულით მესამე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს კამპ ნოუზე ბარსელონასთან გამართავს და იმედია, რომ ქართველი კვლავ ძირითადში იქნება და მორიგი გოლის გატანასაც შეძლებს. სანამ შემდეგ ამბავზე გადავალთ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ისტორიაში პირველად ევროპის ტოპ 5 ლიგის შეხვედრაში მოედანზე ერთად 4 ქართველი ფეხბურთელი იყო. პარი სენ-ჟერმეინსა და მეცის დაპირისპირებაში, რომელიც 3-0 დამთავრდა, 9 წუთი მოედანზე ერთად ხვიჩე კვარაცხელიამ, გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი აბუაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ ითამაშეს. დასანანია ის, რომ გატანილ 3 გოლში არც ერთ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას პირველივე წუთიდან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იღებდა. დანარჩენები კი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. გამარჯვების შემდეგ კვარაცხელიას გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს ლე ავრის წინააღმდეგ გამართავს. თუმცა მანამდე 25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოს საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდება. რაც შეეხება მეც, ქართველი ლეგიონერების გუნდის მდგომარეობა უმძიმესი რჩება. 13 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო მე-18 ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 1 მარტს ბრესტის წინააღმდეგ გამართავენ. ზურიკო დავითაშვილმა კი საფრანგეთის ლიგა 2-ის ZZ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სენტ-ეტიენის 25 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონის მე-11 გოლი ლავალს 11 მეტრიანის ნიშნულიდან გაუტანა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ეს შეხვედრა 2-1 დამთავრდა. დავითაშვილმა, რომელიც კარიერაში ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს, მედიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემპიონატში ამ ახალი გოლით. ამისთვის ბევრს ვშრომობ, მათ შორის ვარჯიშებზეც, სადაც 11 მეტრიანების შესრულებაზე ვმუშაობ. ეს პოზიტიურია. იქნება ეს უშუალოდ თამაში, გოლებით, პასებით თუ დაცვის დახმარებით. ვალდებული ვარ გუნდს სარგებელი მოუტანო. პირადად მე, როცა თამაში თავისუფალი სივრცეები მაქვს, ბედნიერი ფეხბურთელი ვარ და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ მაშინ, როცა გუნდი იგებს. ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ გუნდმა შეხვედრები მოიგოს. ჩვენ შევასრულეთ საღამოს მისია და ჩემპიონატში 3 ქულა მოვიპოვეთ. თუმცა შინაარსობრივად ეს მეორე ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა. მომდევნო შეხვედრისთვის ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა ვფოკუსირდეთ და ამ გზით გავაგრძელოთ. თუ შეხვედრებს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება. შეხვედრის წინ მწვრთნელთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბურთის ფლობა და კონტროლი უნდა დაგვებრუნებინა. ეს პირველ ტაიმში გამოგვადგა, მაგრამ მეორე ტაიმში გართულდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი აზრით დაღლილები ვიყავით. არ ვიცი ეს როგორ ახსნა. ამ თემაზე ერთად მოგვიწევს საუბარი, რადგან მართალია, რომ ტემპის საგრძნობლად დავაგდეთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი კარგი თამაშის პერიოდების 60-70 წუთამდე გახანგრძლივება. შეგახსენებთ, რომ 20 თამაში გატანილი 11 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დავითაშვილი ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. მისი გუნდი კი 43 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს სტუმრად პოსტან ჩაატარებს. გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიზის გუნდმა კი ჩემპიონშიპში 7 შეხვედრიანი მოუგებელი სერია შეწყვეტა. ოტვორდმა დერბი კაუნთი ანგარიშით 2-0 დაამარცხა. საბა გოგლიჩიძემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 86 წუთი ითამაშა და თან საკმაოდ კარგად. გიორგი ჩაკვეტაძე კი თამაში 23 წუთზე ჩაერთო და შეხვედრის ბოლოს პრე-ასისტიც მიითხოვა. ქართველი ცენტრალური მცველის კარგ თამაშზე კი უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. საბა გოგლიჩიძემ დერბის თავდამსხმელების წინააღმდეგ ფანტასტიკურად ითამაშა, რომელიც ჩემპიონშიპში ერთ-ერთი ურთულესი მეტოქია. საბამ და ჯეიმს აბანკვამ კი ძალიან კარგად იმუშავეს. უზარმაზარი თავდაცვითი სამუშაო ჩავატარეთ. 4 დღიანი ვარჯიში ჰქონდა მოსამზადებლად. ეს გუნდური მუშაობის შედეგია, მაგრამ მთელი დამსახურება ბიჭებს ეკუთვნის. თუ როგორ მართეს აბანკვამ და გოგლიჩიძემ, დერბის შეტევა ფანტასტიკური იყო. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ უოტფორდი 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 24 თებერვალს საკუთარ მოედანზე იფსვიჩს უმასპინძლებს. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში კი ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის შტურმმა საკუთარ მოედანზე ლინცი 1-0 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილს ტრაუმის გამო არ უთამაშია, თუმცა გიზი მამაგეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და იმ 66 წუთში, რაც მოედანზე იყო, კარგი შეხვედრაც ჩაატარა. უფრო მეტიც 23 წლის ქართველს გოლის გატანაც შეეძლო.
თუმცა მისი ეფექტური მაკრატელა დარტყმა ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ კი ქართველმა 11 მეტრიანი მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გამოიყენა. ამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან გიზი მამაკეიშვილმა ისაუბრა. თამაშის შემდეგ ჩემთან ოთარ კიტეიშვილი მოვიდა და მომილოცა. ძალიან გახარებული იყო. მითხრა რომ დღეს კარგად ვითამაშე, მაგრამ მინდა რომ ყოველ შემდეგ თამაში უფრო და უფრო უკეთესი იყო. ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. რთული შეხვედრა იყო და მიხარია რომ გუნდს დავეხმარე. კარგი იქნებოდა გოლი გამეტანა, მაგრამ ცოტა არ გამიმართლა. დავარია გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ რომ ძირითადში ვიყავი. ჩემი ისევე როგორც გუნდის მიზანი გამარჯვება იყო. მწვრთნელმა გვითხრა რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. გულშემატკივრებმა დიდი ძალა მოგწეს. საოცარი ატმოსფერო იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. კარგი თამაში ჩავატარეთ და გუნდს ამ გამარჯვებას ულოცა. შეგახსენებთ რომ ამ გამარჯვების შემდეგ შტურმი ამ დროისთვის 34 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1 მარტს სტუმრად ვოლცბერგერთან გამართავს. ბოლოს კი ლივერპული და გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ბოლოს ინგლისის ასოციაციის თასზე ველოდებოდით. თუმცა ქართველ მეკარეს სათამაშო დრო ისევ არ მიეცა, რამაც ბევრი გულშემატკივარი გაანაწყენა. ამ საკითხზე კი ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა. მამარდაშვილის ნაცვლად ალისონის თამაში ასოციაციის თასზე მოულოდნელობა არ იყო. მართალია შარშან სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ როგორც წესი მეორე მეკარეს ლიგის თასზე ვათამაშებ, ხოლო ასოციაციის თასზე უშუალოდ შეხვედრის წინ ვიღებ გადაწყვეტილებას. წინა წრეში ბარნსლისთან გიორგი მითამაშა, ვინაიდან ალისონი ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო და მისი დაყენება არ გავრისკეთ. შესაბამისად, ასოციაციის თასზე მეკარეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზუსტად ისე მივიღებ, როგორც მოედნის ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ითამაშებს ის, ვინც იმ მომენტში დავჭირდება. ასევე მესმის, რომ ეს იმედგაცრუება იყო გიორგისთვის, ვინაიდან ის ძალიან კარგი მეკარია. როდესაც ალისონი ტრავმირებული იყო და მამარდაშვილს თამაში უწევდა, მან კარგად წარმოაჩინა თავი. თუმცა, თუ ბრაიტონთან შემადგენლობას გადახედავთ, ნახავთ, რომ სასტარტო ფეხბურთელები ვათამაშებ. შესაბამისად, კარშიც პირველი მეკარე გვყავდა. თუმცა ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება მომდევნო შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში სულ 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბოლოს ქართველმა 12 იანვარს ითამაშა. თქვენ რას ფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა, უნდა შეიცვალოს თუ არა ქართველმა კლუბი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე არ დაგავიწყდეთ, ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო ინფორმაციები. ასევე გირჩევთ, რომ ნახოთ ყვითელი ბარათიც, ახალი ძალიან საინტერესო ეპიზოდი ყიბულის მეშახტეს მთავარ მწვრთნელთან, ლადო ბურდულთან ერთად. ჩემი ენა თუ დამღუპავს მე ისევ თორე სხვა მაგრამ უნდა გიპასუხოთ რა, მე რასაც ვფიქრობ, უნდა გიპასუხოთ რა. პრეზიდენტი რატო წავიდა ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში? ჯერ კიდე ბოლომდე ვერ გავითავისე, შევხვდი ნამდვილად, ვილაპარაკეთ. ეს არის ლევანის დამსახურება. რომ მიდი რა შენ ამდენი ჩაგვიდე, მიდი რა შენ ამდენი ჩაგვიდე. მიდი რა. ისეთ რამდენი დაცინვა გამოვიარეთ, პირადად ლევანიმ და პირადად მე, რო ავედი ესენი ნახე და აუ ესენი შეხედე და ფული არ წვიტავს ყველაფერს. ჩვენზე ბევრად მეტი ფული ქონდათ, მაგრამ გადმოვედით. რო გითხრათ, რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენი იყო, არ დაიჯერებთ. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო ბურთანიდან და არაჩვეულებრივი, მაგრამ წართმევაში მონაწილეობა არავის არ უნდა. ძალიან კაი კითხვა და ფეხბურთელსაც გავცემ პასუხს. იმიტომ რომ ნაწყენი ფეხბურთელებიც არიან ხოლმე და მაყურებელსაც ვესწრები, რომ პასუხი გამომწურავად გავცე. ფეხბურთს ესე შინაურობით და დარეკილით ვერ ათამაშებ. ის გეუნეორ ჩემთან ეს ჭრის. ჩვენთან შეიძლება ისეთი ცხოვრება გქონდეს, რომ ვიღაცა შეიძლება სახში ვერ ჭამს საჭმელს. დამატებით თუ აქვს რამე შესაძლებლობა ფედერაციას პოლიტიკურ განცხადებაში ნუ ჩამოთვლ, მაგრამ მე თუ რაღაცაში შევწდი, მე უნდა ვთქო, რომ ჩემი ბრალია. რომელი მწვრთნელი სიტყვის, რომ მე ერთ წელიწადში ეხლა გუნდს მივიყვან და შევიყვან რომელიღაცა ლიგაზე ან ჩემპიონს გავხდი ერთ წელიწადში ახალ გუნდს. ჩათვალეთ, რომ პირდაპირ ჩემი თამადობით იტყუება. მინახია ბევრი პრეზიდენტი, ახლა სწორედ გამიგეთ რა, ისე არ მითქვა, რომ სავარჯიშო პროცესი მიდის და ჯინსებში ხელს ჩაიწყობს ეს და რახან პრეზიდენტია მოედანზე შეიძლება შემოვიდეს. დარწმუნებული ვარ, წელს თუ არა მომავალ წელს ეგ ბიჭები უეჭველი სადღაც შევლენ. ამით ერთობოდი რა, ანუ იცი როგორი საწყენი არის ამის მოსმენა? ვინც ყველაზე მაგრამ მიყვარდა, იმათ ვერ დავეხმარე. პირდაპირ ვიტყვი რა, როგორც ფეხბურთელების ხარისხია, ისევ საჯების ხარისხია. შენ აქედან მე მეტყვი შეიძლება წადე უკვე ქვედა ლიგისთვის მოემზადეო. აი პენსიონერებისთვის ეს ისე ინე გამოდი გადი. ჩემი ძმაკაცებია დამირეკავენ რო ნახავე რა თქვი, მაგრამ რეალურად კორექტულად ვთქვი კიდე, თორე კი იცი ხა ქუთაისურად როგორ იტყოდნენ მაგას. გვიწინასწარ მეტყველებენ რომ ჩვენ აუთსაიდერებთ და მე-10 ადგილით უნდა გავარდეთ. თქვენი ამბობდით მეორე ლიგაშიც.